Burundi, Mario Anderti, ისე მოგესალმებით ყველას. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ ბრავის აღების სისტემა მინდა გაჩვენოთ ეხლა მე. როგორი სისტემით იქნება, რანაირად იქნება პილოტის ლიცენზიის აღება და ასე შემდეგ. მოიცადე იქამდე რომ მივიდე, მანამდე მივიცენ ჩემ თავს ლიცენზიას. და წავართ მე ვიქრომ ვიყო. თან ახლა გაჩვენებთ სად არის ავტოსკოლა გადმოტანილი. ერთ სერვერზე ვნახეთ ესეთი სისტემა და როგორც შეგვეძლო მივამსგავსეთ. ბევრი დაუზოგელი შრომით ძალიან ბევრს მივაღწიეთ წესით. კაი AMX-ი გამოგვდის, მაგრამ თქვენი ხალხში, თქვენი გვერდში თქო მოგჭირდება ხალხო. გამოიწერეთ ჩენელი და რაღაც ვისაც მოგეწონება ჩვენი სერვერი გააბაზრეთ. ყველაფერი იქნება RP სტილში, ესე ჩვენი ავტოსკოლა. სამივე ერთვენი ეს მანქანების რაღაც ისინი მობედები. Take ეს თუ არ დაგავიწყდეთ აეროპორტის სისტემა რამდენიმე რეისი გადაიდო. ეხლა შევდივართ აი აქ. ბრავის აღება გვინდა მაგალითად. ჯერ ვაბარებ თეორიულ გამოცდას. ეხლა მე ჩვეულებრივად დავაწვევი ყველაფერს რა, ეს რო გაჩვენოთ ვიდეოს დიდი ხანი გადაღება არ შემიძლია. ულიცენზიობდი ქემის გამო, აი პროსტა უბრალოდ ვაწვევი. ვერ ჩავაბარეთ თეორია. თეორიას როდესაც ჩავაბარეთ, მე გავდივართ პრაქტიკას ვაბარეთ. ასე იქნება ყველაფერი. ეხლა პილოტის ლიცენზიას წავართვევ ჩემ თავს. და ვეცდები ავიღო პილოტის ლიცენზია. ეს რა ქვია, ინტერიერი როგორც სამტრებოზე აქ გამოსაცვლელი რაღაც ყველაფერი არის ძალიან სკაიფით. პილოტის ლიცენზია. ეხლა ჩვენ წავალთ. მოგვინიშნა რუკაზე ჩვენ პილოტის ლიცენზია, მოგვინიშნა აქ უნდა მივიდეთ, თავისუფალი თვითმფრინავი მოძებნეთ და ჩავჭრეთ. შემდეგ დავგოთ თვითმფრინავს, აი ესეთ რაღაცეებს დავინახავთ აერში. ყველ რაღაცეებს უნდა გავწვეთ ჩიკ, რომ ჩავაბაროთ ლიცენზია და ავიღოთ პილოტის ლიცენზია, უნდა შევეხოთ უბრალოდ. ახ ვერ გავწვერი. მოდი სწრაფად რომ დავამთავროთ ვიდეო, ჩეთით გაჩვენებთ. რა თქმა უნდა, კიდევ გეტყვით რომ ლიცენზიობდი ქემი მაგით ხანს ვერ ვიღებ, ამიტომ მინდა რომ სწრაფად დავამთავრო ვიდეო. აი ეს რგოლებში გაივლით, ახ ვერ გავარტყი კაცო, ვერ გავწვევი. გაივლით ეს რგოლებში. მეგონი კაი მოფიქრება არის, რა ვიცი, თვითმფრინავის ლიცენზიისთვის. ხამეთ რო აღარ მექნება რომ გაჩვენოთ კატერის ლიცენზია და რაღაც როგორ გაიცემა. ანა მე მგონი რომ მოვასწრებთ. როგორც ეგანა აღნიშნე პირველ ვიდეოში სერვერს არ ვაკეთებ იმის გამო რომ დონატები გავყიდო. ან ფული ვიშო, უბრალოდ მინდა რომ საქართველოშიც რაღაცა პატარა რპოსტილის სერვერი გაკეთდეს. ელემენტარული ლოპოსტილი მაინც რომ ელემენტარული იწოდეს ხალხმა და არა რაღაცა სხვა სერვერებს დავემსგავსოთ და რაღაცა ფულები და ისინი რა ქვია ლეველები გავყიდოთ და ვიფქარებით და რაღაცეები. ადმინისტრაციაც იქნება ძალიან კარგად შერჩეული ადმინისტრატორები. რა თქმა უნდა და ვეცდებით ყველანაირად რომ რპოსტილი იყოს. რა თქმა უნდა სამართლიანი ადმინისტრაცია იქნება, არანაირი ახლობლების გამო ვიღაცას ბანი დაადონ და რაღაცეები როგორც სხვა სერვერებზე ხდება. ჩვენთან ესეთი რაღაცეები არ მოხდება ნამდვილად. ესე ჩვენი ლოტის ლიცენზია მე მგონი მოვჭით. კი. აი ხა დავსვათ თვითმფრინავს უკვე აქ. დიდად კარგად ვერ ვატარებ თვითმფრინავს. ჩვენ ავიღეთ ლოტის ლიცენზია. შეიძლება ვნახოთ. ბრავის ლიცენზია როგორც გითხარით, თეორიული გამოცდის შემდეგ პრაქტიკული გამოცდა, ეხლა ძალიან ბევრი ისუდა და დრო არ გვაქვს მაგდენი.
საზღვაო ლიცენზია take ჩამოვარდნილ ლიცენზიას ანუ საზღვაო ლიცენზიებს რაღაცეებს ვიყიდით ერავის ლიცენზიებს რაღაცეებს ლიცენზიობდნენ რა ვიცი ავტოსკოლის სისტემა სულ ეს იყო დანარჩენ შემდეგ ვიდეოში გაჩვენებთ მადლობა ყურადღებისთვის